ვისაუბროთ ვეფხისტყაოსანზე? ვისაუბროთ. შენ პირველად როდის გაიგე, რომ არსებობდა ასეთი პოემა ვეფხისტყაოსანი? რა იცოდი ვეფხისტყაოსნის შესახებ? მე ადრე ვიცოდი ვეფხისტყაოსანი გამიგონია, მაგრამ არ ვიცოდი ასეთი კარგი თუ იყო. მე მეგონა როგორც ჟიულ ვერნიმ რო დაწერა საიდუმლო კუნძული, ისეთივე იქნებოდა. ახლა რომ წავიკითხეთ, პირველი თავი დასაწყისი, ძალიან მომეწონა და რით იყო შენთვის საინტერესო პირველი თავი? პროლოგს გულისხმობ? დიახ. იქ იყო ღმერთზე ლაპარაკი, შემდეგ მეფეზე და ასე შემდეგ. და ძალიან მომწონს ხოლმე მე ღმერთზე როცა საუბრობენ წიგნებში და ასეთ პოემებში. რას ამბობს რუსთაველი ღმერთზე? თუ პოემებს წერდნენ, ღმერთი უნდა ეხსენებინათ პირველი და შემდეგ მეფე. და ადიდებდნენ მაშინ ღმერთს. და ჟოთა რუსთაველი იხსენებს როგორც ღმერთს იხსენებს როგორც რომელმან შექმნა სამყარო, ღმერთმა შექმნა სამყარო. ჩვენ როცა დავიწყეთ ვეფხისტყაოსანზე საუბარი, პირველად რამ დაგაინტერესა ყველაზე მეტად? პირველად ალბათ მეფეს რო არ ჰყავდა ისა ვაჟი და ქალი რო დასვეს მეფედ. ეგ მაგან დამაინტერესა, როგორ მართავდა მეფე. როგორი ქალები იყვნენ მე-12 საუკუნეში და რით განსხვავდებიანან, რით იხვანან დღევანდელ ქალებს? დღევანდელი ქალები უფრო ხელოვნურ იმებს იკეთებენ რა, მაკიაჟებს. ეგრე ლამაზდებიან და მაშინ ადრე ლამაზებიც იყვნენ, ისინი ხშირად არ ისვამდნენ მაკიაჟებს. მაშინ არც იყო მაგალითად პლასტიკური ოპერაციები. ახლა თითქმის ყველა ქალი იკეთებს ბოტოქს, ცხვირის ოპერაციას. შენ ფიქრობ, რომ ბუნებრივი სილამაზე ჯობია? დიახ. ალბათ ამ ბუნებრივი სილამაზის დამფასებლებიც მეტი ყავდათ. დიახ. არა? დიახ. ყველა გოგოს. როგორ ფიქრობ, მართლა ასეთი ლამაზები იყვნენ? თინათინი, ნესტანი, მართლა მზეს დამთვარეს გავდნენ? თუ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ? ლამაზები იყვნენ ჩემი აზრით. რა ისე აღწერილი, რომეც დავიჯერე რა. რომელი მომენტი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? ალბათ, როდესაც თინათინმა რო დაიბარა ავთანდილი და რა უთხრა, რომ მეც მომწონხარო და ვიცი რომ შენც მოგწონვარო და რა ქვია, ესა დამაინტერესა მოყმის უცხო მოყმის ამბავმაო და წადი და გაარკვიეო ვინ არისო და საცხოვრს და რას აკეთებსო. და ეგ რა იყო უცნაური ამ ამბავში? უცნაური? გოგომ უთხრა, რომ რა ქვია, მე მომწონხარო პირველად მაგანა უხსნა სიყვარული და არა ბიჭმა. ისე ბიჭმა უნდა აუხსნას ხოლმე გოგოს სიყვარული. ასე გონია? ასე უფრო მისაღებია? დიახ. ეს აკნინებს თინათინს, რომ პირველად თვითონ აუხსნა სიყვარული? არა მგონია. მარიამ, შენ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება ვისწავლოთ 21 საუკუნის ადამიანებმა ვეფხისტყაოსნის გმირებისგან? მოთმინება, განვითარდებით და გავიგებთ იმ დროს რას აკეთებდნენ ხალხი, როგორი მომთმენები იყვნენ, ძლიერები. დღეს აღარ არის ისეთი მოთმინება, როგორიც ადრე იყო? არა. სად გამოჩნდა ეს მოთმინება? სად? რომელ პერსონაჟს გულისხმობ, როცა ამბობ, რომ მოთმინება მთავარია? ძალიან კარგი აღმოჩნდება კი. ავთანდილი რომ წავიდა, 3 წელი ეძება ის მოყმე, 3 თვეღა იყო დაეჩენილი და რო ვერ იპოვა, არ დამბრუნდა მაინც ისეთი ერთგული იყო, რომ 3 თვე რო იყო და ვერ პოულობდა, არ დაბრუნდა.
მარიამ, შენთვის რა იყო აღმოჩენა, რამ გაგაოცა ვეფხისტყაოსანში? ხალხს ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ თმებსაც კი იგლედნენ. კიდევ ეს ტარიელს რო წავიდა გული ნესტანისთან ახალ და სამი დღე რო ეგრე იყო. ხომ არ იცი ზეპირად რომელიმე სტრიქონის სტროფი, რომელიც გინდა რომ გითხრა? სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართოდან მარტო დასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული, მან მისთა მჭვრეთთა წაუღეს გული გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. ეს ნაწილი მომეწონა ძალიან. მადლობა მარიამ.